Დღევანდელი გადაცემის დასაწყისში ნებაბიბოძეთ შემოგთავაზოთ ჩვენი ტრადიციული რუბრიკა საუკეთესო ათეული. წარმოგიდგენთ წლევანდელი სატელევიზიო სეზონის 10 ფრაგმენტს, რომელიც ყველაზე მეტად მოიწონა ჩვენი შოუს მაყურებელმა. და ჩემო მეზობელმა მომუკამ რა მითხრა იცი? კოტიაო მითხრა, საერთოდ მეგონა 6 წლამდე გაჩუმდი მერქვაო, სახელიო. სულ გაჩუმდი შეცახდა. ერთმა გურულმა ბავშვმა ეროვნულ გამოცდები რომ მიდის ახლა, ხო იცით რა თუ რო გამოვიდა გარეთ, რაქენიო შოველმა უთხრა. რაუქენი მომავიდა იმფერი აბლები იყვნენ ჩემ გვერდზეო, პიჯვარის გარდა ეფერი გადევიწერეო. კარგია. ასე პიჯვრის წერით გამოვიდა გარეთ. ჩემი ძალი სამშობიაროდ ემზადებოდა ძმის ცოლი. მე მაშინ სპექტაკლი მქონდა. მაგას დაწყებიათ კივილები, სამშობიაროდ კივილები და გააქანეს რკინიგზის სამშობიაროში. მე კიდე თეატრში მქონდა მაშინ სპექტაკლი. დავამთავრე სპექტაკლი და ეგრე სირბილით გავიქეცი იქვე. რა დიდი მანძილი არ არის. და რო შევედი ამ სამშობიაროს ეზოში რო შევედი, სამშობიაროს მხრიდან მესმის ქალის ხმა. და პათეტიკური განწყობის. ხო, პათეტიკური ხმა იყო რაღაცა. გავემართე იქ მისაღებისკენ, ხალხი გულშემატკივრები სადაც იკრიბებიან რა. მიმღებში კი არა, მოსაცდელი როა იქ და დავინახე რომ აი ამ ქალის ხმა ისმის, რომელიც კარებში ზის. შვილი შემეძინა ენაცოლოს ბებო, დაგონები, პაჭულები, პიჭულები. 57 სანტიმეტრიაო და 5 და 200 დაიბადაო. გოლიათი დაიბადა, ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, არც დაიბადება ენაცოლოს, დაგონები, პაჭულები, პიჭულები. ეხლა ვიფიქრე, სხვაგან ხო არ მოვხვდი მეთქი და არა და სამშობიაროს მოსაცდელი. უკაცრავად მეთქი და როგორც იქნა შევედი კარებში. კარში შევედი, სადაც უამრავი ხალხია, სიგარეტს ეწევა ზოგი, ელოდება თუ თავისი პირადი განსაცდელია, თუ ამ ქალის მოთქმით მიყრილები არიან. ესე იგი, ყოველ წუთნახევარში ეს ქალი ამ ფრაზებს რეფრენივით იგივე ტექსტი მეორებს. რეფრენივით მოსთქვამდა რა, რომ ხალხი ახლა თავის ვერდიქტს ელოდება. თავის აბიგრალია ყველას. თავის იმაში არიან და ერთი სიტყვით მთელი აუდიტორია შეღუნებული იყო და რო არ დაგემალო მეც შევწუხდი. გადავწყვიტე რომ მივსულიყავი ამ ქალბატონთან, მივედი. მე ვთხარი, გამარჯობა ქალბატონო. რა ხდება მეთქი, რა შეა საქმე, ხო ვერ მეტყვით და შვილი შემეძინა ენაცოლოს, ბებო, დაგონები, 42-ია და 5 და 700-ია და ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, დაიბადება. ესე იგი ხოვდგევარ ფეხზე და აი ესე ცხიწი, ესე მიქნე ხელებს, თითებს. მე ვთხარი, ქალბატონო, მე იზღა დამრჩენია, რომ წრფელი გულით მოგილოცოთ მეთქი შვილიშვილის დაბადება, ღმერთმა ბედნიერი და ჯამთელი გიმყოფოთ მეთქი და სასახელო გაგიზარდოთ. მაგრამ რა გიხარიათ მეთქი? როგორ რა მიხარიაო კაცო, შვილი შემეძინა ამდენია სიგნეში 5-8-ია. ესეთი ბავშვი არ დაბადებულა, დაგონები, პაჭულები. ერთი წუთი ქალბატონო მე ვთხარი. აი შემომხედეთ, კარგად დამაკვირდით. კარგად დამაკვირდით ქალბატონო. 6 და 700 დავიბადე და 72 სანტიმეტრი. ხო ხედავთ, სად გავჩერდი მე. მოდი, მე რამიდა იქ სიმართლეს გავუსწორო თვალი. მე დაბალი არა ვარ, მე ვარ ზრდაში პერსპექტივა. აი შეგაიყარე. ერთ ხელი დღეს ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა იმერელი ბიჭი, ჩემი მოსწავლე და მთხოვა რომ იქნებ მასწავლებელო რაიმე სერენადა მასწავლოთ, გოგოს გული მინდა მოვიგო. მეც რა თქმა უნდა დაბეჯითებით მოვინდო მე ვასწავლე გავუშვი. მეორე გაკვეთილია მოდის წაშლილი აქვს სახე. რა ხდება ნიკოლოზ მეთქი როგორ დაუკანი თუ მოეწონა იმ გოგოს მეთქი. ემერია მასწავლებელო. რა აგერია მეთქი რომელი აკორდი აგერია ხომ გასწავლე მეთქი. აკორდი არა ურთიერთობა ემერია მას
რა დაუკრა ეგეთი? ასე იყო ეს. ალკოჰოლზე დამოკიდებული კაცი გარდაიცვალა რა და პანაშვიდებია რა და მესამე დღეა რა და ვიღაც ქალბატონი შემოდის რა ეს პანაშვიდზე და ვაიმე დედაო რო შეხედა მიცვალე დედა რა კარგად გამეიყურებაო და ისე უნება ერთი ვიცი ხო ოჯახს კარგად გამეიყურება ქალბატონს 3 დღე არ დაულევია 90-იანებს დაუბრუნდები, ჩვენ რამოდენიმე მეგობარი ექიმი დაგპატიჟეს, ვეთ ქართლის ერთ-ერთ სოფელში. დიდი სუფრა გაიშალა მოკლედ და ისე გამოვიდა რომ მოკლედ ვერ დავრჩით იქ და ნასვამები წამოვედით მეგობრის მანქანით და მძღოლიც ნასვამია. ოღონდ აი როგორი ნასვამები ვართ, იცი? კაი გვარიანი ნასვამები ვართ, ეხლა მთლად აი გაბეჩავებულ მთრალებს რო ეძახიან, კახეთში მთლად ეგრე არა ვართ, მაგრამ ბევრი ცალ არ გვიკლია რა და მძღოლის თვალია რა. ხო, აი როგორ ვართ, იცი რომ ერთი და იგივეს რო ლაპარაკობ, ყველა ერთ აზრზე რო ხარ, მაგრამ მაინც რო ერთმანეთს უმტკიცებ რა. აი ეგრე და რაღაცას ვამტკიცებთ ეგრე რა, ერთმანეთს უმტკიცებ და მათ შორის ეს მძღოლის ჩართულია ესე და ამტკიცებს რა, უკან იყურება და ამტკიცებს და საშინელი ხმა უცებ და ბრახ და ავტო ლაზი თუ პაზი თუ რაღაც ავტობუსები რო იყო, იმას დავეჯახით უკნიდან რა. გადმოვედით ჩვენ, აბა ექიმები ვარ და თუ ვინმეს რამე დაშავდით ხალხო, მოგეხმარებით, აბა ვინმე ხო არ დაშავდა, ჩვენ ამბავშია და მძღოლი თავის შარშია, ეხლა რო უკნიდან დაეჯახა ავტობუსი. ისი ბრალია ხო? ხო, ნუ ისი ბრალია და დაინახა ვიღაცა ჩათვალა რომ არის ავტობუსის მძღოლი და სადამი ტორმუზეო თუ ძმა ხარ, აი იყო, ეხლა ეს შეიძლება 20 წელი წინ დატორმუზებაო, რა ამბავიაო რა და ეს კაცი მოგვირონდა მიხედეთო კაცო ამ კაცო მე მგონი თავი აქ მირტყმულია. არაფერი კაცო მიხედეთო გეუნებიო რა გინდა რატო გადაწყვიტე მეთი რომ თავი აქ მირტყმულია. კაცო 5 წელია ბლოკებზე დგას ეს ავტობუსი ფეჩი გვიდგა შიგნით ბირჟა არის სოფლის რა დაუტორმუზების ავტობუსზე. აი ეს შაშინებული ამოძახებაზე იყო. ბატონო. ეს ამბავიც რო არ მოყვე ახლა ძველი ამბავია, მაგრამ თან ნამდვილი ამბავია და თან აი კახური კლასიკაა რა. შევარდნაძის დრო არის და რაღაც არმატურით რკინებით, მილებით დატვირთული დიდი ტრაილერი მოდის. რუსული ნომრებით. გააჩერეს ჩალაუბნის ტექსტზე. შეამოწმეს და საბუთები წესრიგში არა აქვს რაღაცა დარღვევები აქვს რაღაცა ისა აქვს ესა აქვს და ამათ გადაწყვიტეს რომ ოქმი დაუწერონ მძღოლს ჯარიმა ეს მძღოლი გამოდგა ჟურავლოვი შაიკრიბა მთელი ჩალაუბნის ტეკი და ჟი როგორ იწერება არც ერთ არის შაღონებულები არიან ერთმანეთს ეკითხებიან მე ერთი ცოტა გონება მახვილი იყო და იმანა თქვა რომ აიტაო რაციაში გომბორ გადავცეთო და ისინი გვეტყვიან როგორ იწერებაო მაგრამ ბრინჯი 4-6 თუ რავი კოდი რაცა ექონა რა ბრინჯი 4-6 ბრინჯი გომბორი და იქ და რა გინდათ იცი რა გვაინტერესებსო ჟ როგორ იწერებაო აქედან ძარი იქიდან პასუხი ჟს წერა რომ ვიცოდეთ ეგ ტრაილერი აქ იქნებოდა გაჩერება იმათაც მაგიტომ გამოუშვეს ჟ ვერ დაწერეს და გამოუშვეს იმათი ჩემი ნაცნობია და მაგის თავს მოხდა ეგეთი რაღაცა რომ ადრეო ბიჭო ძალიან გაჭირებულად ცხოვრობდით მთელი ოჯახი. გახსოვდა ძველი პერიოდიო, არა შუქი, არა წყალი, არა გათბობა და ზოგადად გათბობის პრობლემა იყო სახშიო და ისეთი გაჭირებული ოჯახი ჰქონდა, რომ მამაჩემს სიცხეს რო აძლევდა, მაღალ სიცხესო ყველას გეხმარებოდა, მე მამაჩემზე ვთქვებოდი ყველა. შენი გამოსავალი უყურებიათ. მაინც ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გითხრათ, რომელიც რა პირადად მე შედოთქვა. კი ბატონო, გისურვებთ. ერთ-ერთ კაფეში დავჯექით ვარა უთხარი Wi-Fi-ის paroli თუ შეიძლება თქვა და კი გენაცვალეო paroli და ამ parolis გამეორება და დამახსოვრება გამორიცხულია უნდა წავიკითხო. რა შეიძლება იყოს ახლა Wi-Fi-ის paroli? რამხელა ფუძელი ავიღე ნახე. Wi-Fi-ის paroli ვიკითხე. და მეუბნება ეს ბარმენი ჯომოლუნგმა 1-დან 8-მდე ციფრები დიდი ასოებით კავკასიონი ქვედა ტირე ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი მაგარი უფრო ლამაზიმი და 1999 წელი ვერასოდეს ვერ შეხვალ უმარტივესი პაროლი აგიდა ახედავ ეგრე კი ბატონო ერთი საღამო მეოთხე დღე ამ кейფების მიყოლების დღეები და მანქანაში მეკითხება რომ ერთი რაღაც უნდა კითხო რა მერიდებოდა თქვა მაგრამ უკვე აღარ შემიძლია უნდა კითხო რა არის მეთქი
ალუბალზე რატო ღერი ხართ მუდმივად ქართველებიო რა არისო ალუბალზე? ალუბალზეო რა არისო ესეთი შეყვარება რა ალუბალზე მეთქი ფიქრობ რა ალუბალზე აიო კაცო სუ ალუბალია თან ინგლისურად საუბრობთ ინგლისურად ალუბალი არის cherry კი ბატონო აიო სუ მღერით cherry me შენი cherry me ჭირიმე მოესვა cherry me ახალგაზრდა ბიჭები ვართ, მოკლედ მე ბესო ხელაშვილი, აი თემური რა თქმა უნდა განუყრელი სულეთად ვიყავით, რა ვიცი, ჯარიდან მოყოლებული ყველგან და თეატრში და ეს ბესო ხელაშვილი რაიკოვის დივანში ძღოლს რო თამაშობს. კი ბატონო და ეს ბესო მოკლედ კუსტაბაზე წავიდეთო. არაო კუსტაბასო ლისის ტბა ჯობიაო რა, რატო ჯობია არ ვიცი ახლა მაშინ ვერ იყო ვერც ერთი ისეთ ყოჩაღად ხარ როგორც არის. მოკლედ ავედი ლისტბაზე. ავედი იქო ძალიან კარგი სახინკლიაო რაღაცა აქეთ იქითო და მე გამახსენდა რა ამ ბესომ თურმე იცოდა რომ იქ ვიღა ტურისტი გოგოები არიან ჩამოსული და აჰა ეგულებოდა მაგინაში ავიყვანა. ხო და ეხაო ნახეო და ესეთი ის ქონდა ხოლმე იმას ბამბალა ბაბალა ბერლა მარჯვენა ჩემი მარცხენა შენი რა გოგოები არიან და რაღაცა სულ ესე და სულ ბამბალა ბაბალა ბერლა აქეთ იქით იყურება ქალებისად არიანო რა და გამოვდივართ და ჯანთელი გოგოები მოდიან რა აი მატრიოშკები რო არიან ეგეთი რა რაღაცა პისახოცებით არიან და ამზეზე ხო იცი ისინი რომ ეგრე იმ წუთში რო შიშვლდებიან ხოლმე რა მაინც ჩtildeოელები ამ სამხრეთში პატარამზე გამოაჭყიტებს თუ არა იმას იღებენ ზაგარს მოკლედ გავიცანით ეს კალბოტონები გავიცანით კაი ჯანთელი გოგოები და ახლა სადღაც ხომ უნდა დავპატიჟოთ იქ დავპატიჟეთ აქ დავპატიჟეთ და ბოლოს რატომ მოვინდომე არ ვიცი ნავით გასეენება ერთხელ ნავით გავისეენო დაბარა და დავინაწილეთ სამი ნავი ავიღეთ და იმან იქით წაიყვან ამაღით და ეს ბესრესი შევა იქ მისკენ კამიშებისკენ იქით უნდა რა და კარგად მოკლედ იქით მივდივართ ახლა ამ ნავებით რა და სიმართლე გიხა კი დავიღალეთ რა დამეტანი კისრის ზარღვები დაგვაწყდა რა იმიტომ რომ დამეტანი მძიმე დიდი ნავებია რა რაღაცა და ჭრაჭუნი ძლივს ვაღებინებ რა და ეს გოგო თქმა მიყურებს და დაიწვა ჩემი საცოდაობით და მე მოდიო მე დამსვიო რა აუ როგორ გეკადრებავ შენ გენაცოლე რა კაბადონ რა როგორ არა დამსვიო კაც მოდი კაცეთი გადმოჯექიო აქეთო რა დამსვიო მაინტერესებსო რა თუ გაინტერესებს ნახე მეთქი და გადავჯექი ეს არ გადავჯექი როგორ დაჭდა იცი აი ესე რო გააკეთა აი ნუ პაგაძიში რო ის რო დადის რა კატერი გინახია საითაც მევიჯექი ის თავი ჰაერში ააწევინა რა აი გლისერივით და ალღები მიდის და მე ვზივარ აესი აი ესე ნაშასავი და დადის ესე იგი რა შვება იცი საოცრება შვება და იმათი სახეები უნდა გენახა რა თურმე ისინი ნიშნოსებია გადაყარეს ესენი და წავიდა მოკლედ შეჯიბრება რა თურმე არიან ნიჩბოსნები მაგიტო არიან ამოსული იქ ვერივადი